ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ორი ნათესა. ერთი ღარიბი იყო, ერთი ძალიან დიდარი. ღარიბს ტყის პირაში ქოხი ჰქონდა. დიდარი ქალაქში ულამაზეს სახლში ცხოვრობდა. ერთხელ ღარიბი კაცით ზეიმობდა და მინდორში ოქროს დაიპოვა. აიხედა მახლა და რას ხედავს? ხელზე ოქროსფერი მამალი ზის. და ყველა მთა ოქროსი აქვს. აიღო მთა ღარიბმა კაცმა და ქალაქში წავიდა. ერთა თავის დიდარ ნათესავს მიუტანა. დიდარმა მაიღო. ალეკაც შეხედა, გახადა ღარიბ კაცს და უთხრა. ეს ძვირფაში არ არის. აბთაში მხოლოდ ერთ ვერცხლის ბურს მოგცემი. ღარიბი ფული არასდროს ჰქონდა. ამიტომ იფიქრა, ერთი ვერცხლის ბურიც კარგია. გაიცოდა რომ ერთა სუფთა ოქროსი იყო. მეორე დღეს ღარიბი ისევ ტყეში წავიდა. კიდე ნახა ოქროს მთა. კიდე მიუტანა დიდარს. დიდარმა ისე ცოტა უფული მიცვა. ასე გრძელდებოდა დიდხანში. ერთხელაც ტყეში შეინობისას ღარიბი კაცი მამის კივილი შემოსმა. კოკარიკუ, კოკარიკუ, ბიჭი დამჟგულს ეტამს, კაბელდილით, ბალიშის ქვეშ, ოქროს ქვეშ იპოვისო. გაიგდა ქალაქში და ყველაფერი დიდარ ნათესავს მოუყო. დიდარმა ნათესავმა ფალები მოწუყა, ვოროტულად დაიჩინა. თუ შენი მამალის მომიყვან, 1000 ვერცხლის ბურს მოგცემო. არ მინდა ფულიო. მე ორი ვაზი მყავს. ისინი ქალაქში ჩამოიყვანენ და გაზარდნენ. მინდა რომ სკოლაში რო იარო. ტყუენები რო გაიზარდნონო. თემათი გასდის. ფული არ მაქვს. დიდარმა პირობა მისცა. კარგი შენშვი და ვასწავლიო. ოღონდ ის მამალი მომიყვანეო. ავდა ღარიბი ტყეში. მამალი ისევ ხეზე იჯდა. ეს რო ვაქვა, ჩამოაგდო მამალი და თავის შვილი ქალაქში გაატანა. დიდარმა კაცმა მამალი რო დაინახა, სიხარულისგან ყტუნდად დაიწყო. სასწრაფოდ მომიმზადეთ, სადილად მომართვით. ყველაზე გემრიელი მამლის გული უნდა იყოსო. ღარიბი ძმები შეუდგნენ საწმის გაკეთებას. თუმცა მამალი ქვაში იხარშებოდა კუჩები. ქვაბიდან მამლის გული გადმოვარდა და იატაკზე დაეცა. უბრალოდ მამძმა უთხრა, ეს გული უნდა გადავაგდოთ. აბა წუთკიანის ხო არ ვაწმევთ. გეხვატები არ დააგდო. უთხრა პატარა ძმა. მთელი დღე არაფერი მიწამია. ამაზე გარაცხავდა მესეთა. ასეთ მოიქცნენ. მამლის გული ძმებმა სუბჰაჟა გაიყეს. დიდარმა კაცმა დიდხან შედება ქვაბში მამლის გული. და რო ვერ იპოვა, ძმებ ჩხუბლი დაუმტყო. სად არის ჩემი მამლის გული? რო ვყავითო? ძმებმა ყველაფერი უთხრეს. გაბრადა ღარიბი კაცი. გაეძიეთ ჩემი სახლიდან. დაბრუნდი თქვენ ქოხში. ჩემნა თვალებან არც აგინახოთ. წავიდნენ დაღონებული ძმები და მამამის ამბავი მიუტანეს. ესე დაგვემართაო. ეწყინა ღარიბ კაცი. ცუდად მოქცეულია ჩემი ნათესავიო. მაგრამ რას იზამდა? მეორე დილით ორივე ძმა ბალში ოქროს კვერცხი იპოვა.
ეთეგდილდებოდა ყოველ დილას. ამ დროს ვატანა თამოიარა და ამ კვერთხებში ძალიან ბევრი ფული მიჩა. რასაც კი ორივე ძმას ყოველდღე ოქროს კვერთხი ხდება. დიდი ფული იშოვეს, კარგი განათლებად მიიღეს და დიდი მეცნიერები გამოვიდნენ. გამოიწეროთ არხი. დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა დიდარი ვაჭარი. ერთ დღეს ქალაქში მიდიოდა და თავის შვილებს კითხა: "საჭგად გამოგიტანოთო?" თროცმამ ზეთუნახავმომ ქალიშვილმა უთხრა: "მამიკო, მე შეჩუქრები არ მინდა, ხოლო ერთი ვარდი მომიტანეო." უკან დაბრუნებისას ვაჭარმა ციხე-სიმაგრე დაინახა. შიგნით შევიდა დარბაზში გაშლილი სუფრა დახვდა. დაღრილი ვაჭარი სუფრას მიუჯდა. კარგად ჭამა, ღვინოც დალია და იქვე დაიჯინა. მეორე დღეს ასვისას ეზოში ლამაზი ვარდი დაინახა. გახსნდა. თავშამშვილმა ვარდი დააბარა და მოწყვიტა. მოულოდნელად საინდანღაც გაბრაზებული უცხული გამოვარდა. შეჩინებულმა ვაჭარმა უთხრა: "ჩემი შვილის მინდოდა ვარდი, არ მომკლა." უცხულმა უთხრა: "სიცოცხლე შეგინარჩუნებ თუ ის ქალიშვილი, ვითანაც ვარდი მიგქონდა. თენთან გადმოვა საცხოვრებლად." დააღონებული ვაჭარი სახში ყველაფერი შვილებს მოუყვა. ზეთუნახავმა რომ მოისმინა, მაშინვე უთხრა: "კარგი თანახმაა, გადავალ იმ ციხე-სიმაგრეში." გოგონამ გასაკვირად უცხული მათ ძალიან კარგად ექცეოდა. ლამაზი ტანსაცმელი უყიდა. საინტერესოდ იგნები და მეგობრდნენ, ჩეყვავდნენ და ბევრ საუბრობდნენ. ერთ დღეს ზეთუნახავი თავში ავად ყოფი. მამის სანახავად წავიდა. უცხულს კი დახვდა ეთპირაში მოვალა. როცა თავის სახლში მივიდა, მის დებს შეშურდათ მისი ბედნიერება და უთხრეს: "დიდი ხნით დარჩი." ზეთუნახავს პირობა დაავიწყდა და ღამი შაშინელი სიზმარი ვითხოვი მარტო კვდებოდა. სატრაფოდ გაიქცა ციხე-სიმაგრეში. გამართლა უმოკლდავი უცხული იპოვა. "ხო არ დამტოვო, ძალიან მიგვერხარ, არტი და გოგონო." მოულოდნელად უცხული უფლისწულად გადაიქცა. თუმე ზეთუნახავის სიყვარულმა ჯადოსგან გათავისუფლა. მალე დაქორწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. გამოიწეროთ არხი. ერთმა მკაცმა მიწაში ოქრო დამარხა. ყოველ დღე მიდიოდა და მოწმებდა ოქროს ზოდები მიწაში იყო თუ არა. ერთმა მკაცმა ეს ყველაფერი დაინახა და თქვა: "მივაზერთი იმ ადგილას, ამოთხრი მიწას და გავიკევრას მალავე." მივიდა ღამით, ამთხარა მიწა, ამოიღო ოქრო და ოქროს ზოდების დათვლად ქვის ზოდი დამარხა. ვანდა კაცს თავში ოქროს ნახვა.
მიტა მოთხარა დაქვარო დაინახა დაჭდა და ირილი დაიტოვა ქურდმა მოყურა როგორ იროდა ეს კაცი უნდა დაკითხა რატო ჭირიო ოქრო და მარხა სახარჩვა არ მინდოდა იმედის მოუპარავ გაგვიწოდი და უმახავშო გაეთენა ოქროს მომპარავ კაცი ჰეტარა გატირებსო თუ მან ჯახარ დავდე დამიშალობა მიტაში ქვაგიგდებოდა თუ ოქრო